სწორედ მაგაშია საქმე ბატონო მიხეილ. სწორედ იმიტომ ვერ გაგრძელდა შენი კურსი ბატონო ჩემო, რომ მაშინ მაგჭკუაზე არ იყავი ახლა რომ ხარ. თუ რა თქმა უნდა ახლა მაინც გულწრფელად ბაზე ფიქრობ და მარტო კურსის გაგრძელება სულაც არ გაკმაყოფილებდა. შენ სამუდამოდ გინდოდა ძალაუფლებაში დარჩენა. ამისთვის კონსტიტუცია და ქვეყნის მოწყობაც კი შეაცვლევინე თენგი შარმანაშვილს. აი იმას, დღეს რომ ბიძინას მონაა. საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო აქცია, რათა პრემიერის პოსტიდან გაგეგრძელებინა მმართველობა. შენს ძალაუფლების მანიაკი რომ არ აღმოჩენილიყავი და დღეს როგორც ლაპარაკობ, მაშინაც მასე რომ გეფიქრა, ივანიშვილი 100 წელი ვერ მოიგებდა არჩევნებს. მაგრამ მაშინ შენ იმით ამაყობდი რომ ოპოზიცია გააფარჩაგე და შარმანაშვილის მსგავს მონებზე დებდი ფსონს. ნაცებს მინდა გითხრათ. ბიძინა იმ ხალხის მოყვანილი კი არა, ვინც მიშას ვაკრიტიკებდით. არამედ თქვენი, ბელაც ყველაფერზე ტარს რომ უკრავდით და შარმანაშვილის მსგავსები გეგონათ ქვეყნის პატრიოტები და ჩვენ ქვეყნის მტრები. თორემ მე ოცნებისთვის ხმა 2012 წელსაც კი არ მიმიცია. საერთოდ არ წავედი არჩევნებზე, რადგან უკვე ნათლად ვხედავდი, რომ ივანიშვილსაც კარგად გვარიანად ჰქონდა დიქტატორის მიდრეკილებები. საჯაროდაც ბევრს ვაკრიტიკებდი და ისიც არ მაგდებდა თითების ქნებას ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს. წეს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.